ფსიქოლოგიაში ძნელა მიდიან იქამდე, რომ ნებისმიერი დაავადება ეს არის ფსიქოსომატიკა, ეს არის ჩვენი ემოციები, არანაცხოვრები ემოციები, არანაცხოვრები მოვლენები, მიუღებლობა მოვლენების და ის მერე ცხოვრობს ჩვენში ენერგეტიკულ დონეზე. ეს არის ჩაყლაპული ემოციები, ფსიქოლოგიური კვლევებიც რაღაც დონეზე აქეთკენ მიდის და მე ვეცდები რომ ორივე განხრით აგიხსნათ, ვთქვათ, რა არის ფსიქოსომატიკა ასტროლოგიური თვალსაზრისითაც, პლანეტარული ენერგიები როგორ მუშაობს, ჩვენი შეხედულებები როგორ მუშაობს ჩვენი ენერგიის ჩამოყალიბებაზე, ხო? არის ასევე კარმული ფსიქოსომატიკა, რომელიც კარმული ასტროლოგიით თუ შევხედავთ, ბევრი ცხოვრება ნენელა გროვდებოდა. ესე ფენა ემოციები, სტრესები, ტრაუმები, სხვადასხვა მოვლენებში გროვდებოდა და კარმულ სტრუქტურებში გარდაიქმნება და ის უკვე ჩვენზე ახდენს ზემოქმედებას კარმულად. ფსიქოლოგიაში არსებული ჩვენი სხვადასხვა ბლოკებით, რომელიც შეიძლება არც გვახსოვდეს, ხო, წარსულიდან იყოს ეს როგორ არ გვახსოვს, ყველაფერი გვახსოვს, არაცნობიერში უბრალოდ გაცნობიერება არ ხდება ხოლმე ამ ყველაფრის, არ ხდება ხოლმე შეხება. აი ჩვენ სადღაც აი ესე გაუცნობიერებლად ცხოვრობთ როგორც წესი ადამიანები და მე რეალურ პრობლემის წინაშე ვდგებით, რომ ხვდებით საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. ამ დროს ეს არის ჩაბუდებული ენერგია. აი წარმოიდგინეთ, როდესაც რაღაც მუდმივად მაწვება, აი რაღაც არის გარემოება, როცა ესე ფსიქოლოგიურად მივყვებით რუკიდან გამომდინარე. და იკინძება მთლიანი სურათი და ადამიანი უკვე რეალობას ხედავს. სად არის, როგორ იცხოვრა, რამდენად არის ეს ცხოვრება მისთვის, როგორც მისიის მატარებელი, ხო? რამდენად ცხოვრობთ ჩვენ ცხოვრებას, რამდენად ვართ ისინი, ვინც უნდა ვიყოთ სინამდვილეში. აი, როდესაც აქ რაღაც არ არის ისე და მე სერიოზულ კარმულ დარღვევებს გეუბნებით, ან სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრაუმებს გეუბნებით, აი ეს გროვდება როგორც ენერგია. ეს არის უხილავი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ მომენტებში ფსიქოსომატიკაში დავაკვირდეთ, მეგობრებო, მაგალითად ჯანმრთელობაზე როგორ ახდენს გავლენას ასპექტები, პლანეტები და სინამდვილეში ეს პლანეტები ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი ფიქრები, ჩვენი სტრესები და კარმული ასტროლოგია განსაკუთრებით ძალიან გვეხმარება ჩვენ